გიორგი ერისთავი შექმნიდა დრამატული მღერვალებით აღსავსე დროების მიუკერძოებელ ძაფრისულით გამშვალულ სურათებს, ერთგვარ გზამკვლევს ეპოქის ლაბირინთებში. ამავდროულად ისეთი სიღრმით აღბეჭდავდა ამ ყოველივეს ჩვენი ეროვნული ხასიათის თავისებურებებსაც განგვაცდევინებდა და იმ მარადიულსაც გვაზიარებდა, რაც ყოველი ჭეშმარიტი ხატრული ქმნილების მოვალეობა და მისია. სიცინის სიცილად და მაყურებელი რომ დაიშლებოდა, თან უნდა წამოჰყოლოდათ წარე ფიქრები ოჯახის, გვარის, ერის რღვევის. ზურაბ ანტონოვი სამწერლო ასპარეზზე ძალიან ცოტა ხანს, სულ რაღაც 4 წლის განმავლობაში ჩანს 1851-54 წლებში მან თავისი პიესებით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ჩვენს მწერლობაში. გამდიდრა ქართული დრამატურგია, ხელი შეუწყო ქართული თეატრის განვითარებას. სწორედ ანტონოვმა შემოიტანა მე-19 საუკუნის 50-იანი წლების ქართულ დრამატურგიაში ეთნოგრაფიული სურათები, მხატვრულ დოკუმენტური თხრობა, გმირული სული. ასე რომ ამ ტენდენციას, რომელიც კარგად გამოიკვეთა 80-იანი წლების დრამატურგიაში, საფუძველი ჩაუყარა სწორედ ზურაბ ანტონოვმა. მწერალი ერთნაირი ყურადღებით ხატავდა როგორც ქალაქის, ისე სოფლის მცხოვრებთა ყოფას. მან პირველმა შემოიყვანა ლიტერატურაში მესაზანდრეები, მეზურნეები და სხვა. საგულისხმოა, რომ ანტონოვის პიესები დღემდე იდგმება ქართულ სცენაზე. ბარბარე ჯურჯაძე გახდათ პირველი მწერალი ქალი, რომელიც პრესაში იბეჭდებოდა. წელს თანამედროვეები მას ლეჩაკიან კონსერვატორს ეძახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ის იყო პირველი, ვინც ქალთა უფლებების დასაცავად ხმა აიმაღლა. ბარბარე ჯურჯაძის პიროვნებიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო, რომ მსგავსი აქტიობის ადამიანი ახალ ფეხადმულ ქართულ თეატრალურ ცხოვრებაში არ ჩართულიყო. საქართველოში მწერლობა ყოველთვის მეთაურობდა თეატრს. დამოუკიდებლობა დაკარგული საქართველოსთვის კი სწორედ სცენაზე აქცენტირდებოდა ეროვნული ენისა და ეროვნული კულტურის ამაღლების პრობლემა. ნიშანდობლივია, რომ ბარბარე ჯურჯაძის დრამატული ტექსტები ეპოქის ქართული საზოგადოების შეხედულებებისა და განწყობილების სრული შესატყვისია. რაფაელ ერისთავის სცენისადმი განსაკუთრებული სიყვარული ყველასათვის იყო ცნობილი. ჯერ კიდევ ქუთაისში მომრიგებელ მოსამართლეთ მსახურებისას რაფაელმა შეკრიბა ქართული ტრუპა. სცენის მოყვარეთა წრედა მაყურებელს პირველი სპექტაკლებიც უჩვენა. 70-იან წლებში რაფაელი ილიასთან, აკაკისთან და სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად ქართული თეატრის აღდგენის ერთ-ერთი ინიციატორია. მისი პიესები კი ქართული კლასიკური და დრამატული მწერლობის ნიმუშები. როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, რაფაელის კომედია ვოდებილებმა ქართულ თეატრალურ სივრცეში მაყურებლის გულამდე იოლად გაიკვლია გზა. სიუჟეტის სიმარტივის მიუხედავად, მათ დამაჯერებლად ასახეს ეპოქის რთული სოციალური შინაარსი და რაც ვოდებილისთვის მთავარია, მწერალმა ეპოქის ფონზე შექმნა რეალურად კომიკური სიტუაციები. 1879 წელს ქართული დრამატული დასი დაფუძნდა. საფუძველი ჩაეყარა პირველ ქართულ დრამატულ თეატრს, რომლის რეჟისორად დავით ერისთავი აირჩიეს. დავით ერისთავმა ქართული რეპერტუარის გამდიდრების მიზნით თარგმნა და გადმოაკეთა 15-მდე პიესა. სამშობლო, მეორედ გაღმაწვილება, სადაო მფლობელობა, გეომინას და კამპანია და სხვა. სამშობლოს ერისთავის ყველა სხვა პიესების ბატონს უწოდებდნენ. დრამატურგმა სამშობლოს ეროვნული კოლორიტი და ხასიათი შესძინა. პერსონაჟები ქართულ გარემოში ჩასვა და ჩვენი კულტურულ საზოგადოებრივი ცხოვრების ამსახველი სურათებით გაამდიდრა. სტეფანე ხილაშვილისათვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა იმ გარემოებას, რომ სამშობლომ შესძლო განსაკუთრებულად მდგომი ქართველები გაერთიანება. იმ იმედით, რომ ერთსა და ორ კაცს კი არ შედგიოდა გული ქვეყანაზე, არამედ ცუყელანი მამულის ურმოჭრილი და ერთგული შვილები იყვნენ, რადგან სწორედ ამ გარე დადგმებს შეეძლო ჩვენი დახსნა პოლიტიკური და სამოქალაქო სიკვდილისაგან. ეკატერინე გავაშვილი ხშირად აქვეყნებდა წერილებს და ნარკვევებს ქალთა საკითხების განსაკუთრებით კი განათლების შესახებ. აქტიურ მონაწილეობას იღებდა საბავშვო ჟურნალების ნობათის, ჯეჯელისა და ნაკადულის დაარსებაში. იღწვოდა სახალხო ბიბლიოთეკების დასაარსებლად. წერილის არაერთი ტექსტი ეძღვნება ქალთა უფლებებს და მის როლს ოჯახსა და საზოგადოებაში.
სწორედ აღზრდისა და განათლების საჭიროებას მისი პერსონაჟი ქალები ხშირად ცხოვრებისგან ჩაგრონი არიან ან საზოგადოებიდან გარეყოლნი. ზოგიერთი მსხვერპლად ეწირება ცხოვრების უსამართლობას და საზოგადოებრივ წნეხს, ზოგი კი მხოლოდ თავგანწირვის წყალობით იმარჯვებს მასზე. ავქსენტი ცაგარელი 1853 წელს დაიბადა. მან როგორც დრამატურგმა ქართული დრამატურგული სკოლის ტრადიცია გააგრძელა. ახლებურად გააცოცხლა გიორგი ერისთავის პერსონაჟები. სცენაზე შემოიყვანა გაღარიბებული თავადაზნაურობა და ვაჭართა ფენის წარმომადგენლები. მისი შემოქმედება გლეხთა გათავისუფლების ეგრეთ წოდებულ დიდ რეფორმების პერიოდს დაემთხვა. მძაფრი უკმაყოფილების განცდა, რომელიც რეფორმების სასიკეთო შედეგებთან ერთად თან დაჰყვა მის განხორციელებას, თანაბრად შეეხო ყველა სოციალურ ფენას და არნახული კრიზისი გამოიწვია, როგორც მატერიალური, ასევე სულიერების სფეროში. ავქსენტი ცაგარელის პიესებში ზუსტად მოინიშნა ქართული საზოგადოების ცხოვრების ერთი მხარე, როგორც სოციალური ურთიერთობის ახალი საიდუმლო, რომელშიც სახელი და წოდება ფულსა და სიმდრეზე დაქორწინდა. კლდიაშვილი არ არის ორიენტირებული იდეალზე თუ როგორია ან როგორი უნდა იყოს ადამიანი საერთოდ. მისთვის ამოსავალი ეს კონკრეტული ცოცხალი ადამიანია, რომელიც გარკვეული პირადი ისტორიის მქონეა, გარკვეულ სოციალურ ფენას ეკუთვნის და ამის შესაბამისად იქცევა. უტყუარი ტრაგიკომიკური ეფექტის მისაღწევად კი როგორც წესი ურთიერთსაპირისპირო ვითარებებს ქმნის. ის ერთის მხრივ მოქმედი პირის ოცნებაში შექმნილ გეგმებს გვაცნობს, მაგრამ მეორეს მხრივ იქვე გვაგრძნობინებს ამ გეგმების არარეალურობას. ანუ ცხოვრების ფაქტიურ ვითარებასა და პერსონაჟის მიერ მის ინტერპრეტაციას შორის დიდი განსხვავებაა. კონტექსტისა და პერსონაჟების წინააღმდეგობრივ ურთიერთობას მწერალი მრავალფეროვანი სტილისტური ხერხებით გამოხატავს, როგორიცაა მეტაფორები, ალუზიები, იუმორი, გროტესკი, ირონია, სატირა, პაროდია, მათი სიმრავლე და ფილოსოფიური სიღრმე აფართოებს კლდიაშვილის ტექსტების ჟანრულ ჩარჩოებს. მისი შემოქმედებითი სტილი შეიძლება შეფასდეს როგორც თანამედროვე ევროპული ტრაგედიის წარმატებული ქორწინება შექსპირისეულ ტრაგიკომედიასთან. ამ ქორწინების შედეგი კლდიაშვილის და შესაბამისად ქართული თანაგრძნობის თეატრის ფორმირებაა. შალვა დადიანმა შექმნა ორი ისტორიული დრამა, გეგეჭკორი და ვარამი. ასევე თავისი ერთ-ერთი საუკეთესო დრამატული ნაწარმოები გუშინდელნი. ორიგინალური და სიმბოლურია პიესის სახელწოდებაც გუშინდელნი. გუშინდელია საზოგადოება, რომელსაც არ ძალუთ საზოგადოებრივი საქმის კეთება. პიესაში ასახული ადამიანური ურთიერთობები, მანკიერებები და ცხოვრებისადმი მიდგომები ყველა დროისათვის არის დამახასიათებელი. საბჭოთა პერიოდში შექმნილ პიესათაგან აღსანიშნავია ორი. კაკალ გულში, რომელსაც პირველი საბჭოთა სატირული კომედია ეწოდა და თეთრნულდი, პირველი საბჭოთა ტრაგედია. ორივემ დიდი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია. 1928 წელს საბჭოთა რეჟიმის დამყარებიდან სულ რაღაც 7 წლის შემდეგ საბჭოთა საქართველოში მცხოვრები ავტორისთვის ოცნებაც კი შეუძლებელი იყო პოლიტიკური თეატრის შექმნაზე. ამიტომაც პოლიკარპე კაკაბაძე ორმაგი ძირის ხერხს მიმართავს და წამყვან სტილისტურ მეთოდად გროტესკს, სატირას და იუმორს ირჩევს. მხოლოდ ამ გზით თუ შეძლებს მწერალი ბოროტების პირველ წყაროს, მახინჯი პოლიტიკური სისტემის გამოაშკარავებას. ყვაყვარე თუთაბერი დრამის ისტორიის გადასახედიდან ტრაგედიის უარყოფის ეპოქაში დაიწერა, როდესაც მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, რევოლუციებისა და სოციალური აფეთქებების შედეგად დამყარებული დიქტატურების პირობებში, როგორც იყო ფაშიზმი და ბოლშევიზმი, ტრაგედია ძალად დაკარგულ დისკურსად გამოცხადდა და ადგილი დაუთმო დრამას, სადაც ადამიანის ტანჯვის მიზეზად ყალბ მორალზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემა დასახელდა, ხოლო ბრძოლის მიზნად მისი მხილება და შხამს საწინააღმდეგო საშუალების მიგნება. დღესდღეობით აღიარებულია, რომ გრიგორ ობაქიძის დრამატურგიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული ლიტერატურული მოდერნიზმის განვითარებაში. მისმა პიესებმა შემოიტანა ახალი დრამატული ფორმები.
გააფართოვა ქართული თეატრის ფილოსოფიური სიღრმე და შექმნა მითოლოგიის ეროვნული იდენტობისა და მოდერნისტული ესთეტიკის უნიკალური სინთეზი. რობაქიძის დრამატულ ნაწარმოებებს ლონდა, მალშტრემი, ლამარა, კარდუ და უდეგა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული თეატრის ისტორიისთვის. ძირითადად 1917-1929 წლებში დაწერილი ეს პიესები უკავშირდება ძველი დრამატული ტრადიციებიდან თამამ გადახვევას და ახალ ფილოსოფიურ სიღრმეს, სტილისტურ ინოვაციას და მითოლოგიურ სიმბოლიზმს. რობაქიძისთვის თეატრი არ ყოფილა უბრალოდ ინსცენირებული ლიტერატურა. ეს იყო დინამიკური ორგანიზმი, რომელსაც აყალიბებს რიტმი, მოძრაობა და ეპოქის სულისკვეთება. 1960-იანი წლების დასაწყისში ქართულ თეატრში, ისევე როგორც ლიტერატურასა და ზოგადად კულტურაში, ექსპერიმენტებისა და განახლების პერიოდი დაიწყო. ეს ყველაფერი უკავშირდებოდა ეგრეთ წოდებულ დათბობას, როცა საბჭოთა სისტემა გადატვირთვის რეჟიმზე გადავიდა და ცენზურა და რეპრესიები შეარბილა. ამ კულტურულ ატმოსფეროში გამოჩნდა გიორგი ნახუცრიშვილის პიესა ჭინჭრაკა, ნაწარმოები, რომელიც აერთიანებს ზღაპრულ ფენტეზის და პოლიტიკურ ალეგორიას. ერთი შეხედვით, პიესა გავს ჩვეულებრივ ჯადოსნურ ისტორიას პრინცესაზე, მამაც ახალგაზრდა გმირზე და ბოროტ დევზე. თუმცა ზედაპირის მიღმა ძალაუფლების, ტირანიისა და ადამიანის თავისუფლებისკენ სწრაფვის ამბავი იმალება. მისი გმირები მაყურებელს ახსენებენ, რომ ყველაზე ძლიერი ტირანის დამარცხებაც კი შესაძლებელია ინტელექტით, ერთიანობითა და მონდომებით. შექმნიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგაც კი ჭინჭრაკა ქართული დრამატურგიის მნიშვნელოვან ნაწარმოებად რჩება. ის აჩვენებს თუ როგორ შეიძლება ფენტეზის გამოყენება არა მხოლოდ გასართობად, არამედ საზოგადოების, ძალაუფლებისა და ადამიანის მიერ სამართლიანობის მუდმივი ძიების შესახებ სიღრმისეული ჭეშმარიტებების გამოსავლენად.